ესე იგი, როგორ განვიტვირთოთ ორგანიზმის საახალწლო სუფრის შემდეგ? ახალი წლის ნაყოფიერი დღეები ხშირად ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და წონაზე და ქართული ტრადიციული სუფრის გათვალისწინებით რთულია ზომიერების დაცვა. ძალიან რთულია მოთხოვა როგორც საკუთარ თავს, ისე ოჯახის წევრებს თუ ახლობლებს. ამიტომ ალბათ ყველას გვაინტერესებს, როგორ გადავიდეთ ახალი წლის დღეების შემდგომ უკვე კვების ჩვეულ რეჟიმზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი რაციონი ეგრეთ წოდებული გატვირთვის დღეებში და რა უნდა მივირთვათ და რისი მიღების გამო უნდა შევიკავოთ თავი აი ამ და სხვა აქტუალურ კითხვაზე. ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გვიპასუხებს ახლა დილამშვიდობის და გილოცავთ, რაც თავარია, გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერება და ჯანმრთელობა არ მოგაკლოთ ღმერთმა. ასევე ბედნიერი წელი ყოფილიყოს სულიად საქართველოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ნატა. ესე იგი, ეს უკვე ის ეტაპია, რომ არ დაგენახება არაფერი თითქოს ერთი სულიკა კარგი რამე წვნიანი მიირთვა, ხო აი რაღაც გადატვირთვის შემდეგ, მაგრამ საღამოს ისევ ახლოვდება და ისევ ან ასათვისებელი გვაქვს რაღაცას, ვიღაცა მიგიპატიშებს, ან აქეთ ელოდების წობას და ისევ ვიტვირთებით საღამოს. პირველი გადართვა ანუ ორგანიზმი აშკარად ითხოვს, რომ გამოვიყვანოთ იმ გადაჭარბებული საკვებისგან, რომელიც უკვე მოვილიეთ. აი პირველი გადართვა როგორ გავაკეთოთ ისეთი, რომ აი გადავერთოთ და გადავერთოთ. რაციონი არ გავამკაცროთ, გამოვიძინოთ კარგად და ვიაროთ ფეხით ყოველ დღე, რამდენიც შეგვიძლია სასიამოვნო დაღლილობამდე. დედა რა კარგია. ის კი არ გითხეს, რომ აბა ეხლა გადაკეტეთ მაცივრები და ან როგორ აღწევიავე კი არ გითხო. ახალ ბევრი ვიაროთ და კარგად გამოვიჩინოთ. შობა ახალ წელს არ უნდა შეგწყვეტ ჯამს. რა კარგია, მაგრამ მე ის ერთგვარი ისოდვები შეგძნება ხომ? რომელიც სიამოვნება სერიოზულად გეუბნებით, სიამოვნებას შესაძაც ხებულობ ბევრს აჭა. ეგ არის დამტკიცებული. როდესაც თვითგვემით ჭამდა შიშით, ვაიმე, რამე შველება, აი მაშინ უკვე ძალიან რთულად მიდის საქმე. ნიანგისრემლები მოდის თუ არა, იქიდან მიდის სუდად საქმე. იქიდან მიდის. აი როგორ წესი რას ვფიქრობ, იცით რომ შეიძლება ზომით ბევრი არ იყოს ყველა, მაგრამ ძიმია ეს ყველაფერი, რაც უკვე ვჭამეთ, ხო? აი და ცოტა შინაგანი ორგანოები დამძიმდნენ, შეწუხდნენ კიდევაც, ხო? აი ეს ცოტა დეტოქსის მხარე, ან რაღაცა რომ ამოისუნთქოს და სიმსუბუქე მოვიდეს. იცი რა, ამ გადატვირთვის შემდეგ, აი გასწავლით ახლა, ამ გადატვირთვის შემდეგ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ღვიძლის დეტოქსი, ოღონდ რაღაც ესეთი პრეპარატებით და საავადმყოფოში და კლინიკაში კი არა, აი უბრალოდ უნდა წარმოვიდგინოთ, ძალიან მარტივია, ყველა ვსწავლობდით ანატომიას და ვიცით, რომ ნაღლის ბუშტია, ნაღველმდენის საშუალებებია და ამიტომ სითხით დავიტვირთოთ თავი და ყოველი მეორე დღე, აი მაგალითად 2-3, როცა გადაწყვიტავთ უკვე, რომ ცოტა რაციონი გამოვაცოცხლოთ და უფრო ჯანსაღი გავხადოთ, დავიწყოთ იმით, რომ ნახშირწყლოვან ბადეს ვეძახით, ამას უჯრედისით პირველად დიდი პორცია ბოსტნეული, თუ ცოცხლად არ გსიამოვნებთ, შეგიძლიათ თერმულად დაამუშავოთ, თუ თერმულად არ გსიამოვნებთ, შეიძლება გააკეთოთ სმუზი და მიიღოთ ეს უჯრედისი. ნახევარ საათში ცილოვანი საკვები, ან ხორცი, ან თევზი, ან კვერცხი. კვერცხის ცილად შეგიძლიათ მაგალითად 2-3-4 კვერცხი მოხარშოთ და ეს და შემდეგ უკვე რაც გაქვთ სახლში გემრიელი, რაც შემოგჩათ, რაც გაჩუქეს და ასე შემდეგ შეგიძლიათ მიირთვეთ. მაგრამ არ იქნება ეგ ბევრი. ვეღარ იქნება. ბოსტეულს რო შევჭამ და კიდე კვერცხს დავაყოლებ მერე. კიდე მომინდება? ხო და რაც მოგინდება, იმდენი ვეღარ იქნება, რამდენი თანამედროვე. შეიძლება თქვენ არ მოგინდეთ, მაგრამ ბევრს მოვუდე. მე ერთი ხაჭაპურიც არის ცოტა ისეთი გასაფიცხებელი შემორჩენილი, ის არის გოზინაყი, გოზინაყი კაი ხანს არის თან. იმიტომ რომ ძველი ახალი წერის ხოლმე. ძველი ახალი. დავახვედრე. ნიგზიანი ბადრიჯანი მანამდე ამოვცალი, იმიტომ რომ დებოდა. აბაშე, მარაგი. კარგი. საცივი. თან მე ხელმე ეხლა აი ძველი ახალი წერის მოვიდა, მე ხელმეორედ შემოვცეთ. ანუ იქ კიდე რა ხდება, იცით, აი თქვენი უნებისყოფობის ბრალი კი არ არის. აი, როდესაც ვიტვირთებით განსაკუთრებით ალკოჰოლით რა. ფაქტი ჯეუტია, ნუ ალკოჰოლი რაღაცასაც. ამის შემდეგ იწყება
ისეთი ჰორმონების გამოყოფა, რომ ცარიყო მადიანი რამოდენიმე დღე ინერციით გშია. და ამიტომ სჯობს, რომ არ დავიწყოთ ეს ახლა ხვალიდან მხოლოდ კეფირი, მაწონი, ფიზიკური აქტივობით დავიწყოთ, გამოძინება, რომელიც კიდევ უფრო მეტად ჭირდება. ფიზიკური აქტივობით თუ ცხოველი მყოფშინაური ხო გაიხარა და ისა თუ არა და ბავშვები თუ არა და რაღაცა ფეხით სიარული და მე უკვე მივხვდებით, რომ უკვე ვუბრუნდებით ჩვენს ნორმალურ ყოფა ცხოვრებას. ცეკვა, სიმღერა, რა ვიცი. აი თქვენ თქვით რომ ეს ნაღვდენილი საშუალებები და მედიკამენტებს გულისხმობთ თუ არა? არა, ხო? არა, მედიკამენტები ახლა თუ საჭიროა. აი რომ ძალიან რო გადაიჭირთები და მართლა შეიძლება მიხანელებელის მიშველება? თუ რა თქმა უნდა თქვენი გასტროენტეროლოგი ან პირადი ექიმი გაძლევთ ამის რაღაცნაირ რეკომენდაციას კი, მაგრამ თუ არა და 1000 საშუალებაა მაგალითად ნიახურით დატვირთოთ რაღაცა ან დავუშვათ მწვანე ჩაი სპეციალურად ქიმიანი საკვების მერე ხოლმე ტრადიცია აღმოსავლურ ქვეყნებში. სხვათა შორის შარდენი ეფექტიც კარგია თუ არა გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა. ციანი ყავა, ოღონდ უშაქრო, ძალიან კარგი შარდმდენია. ამას გარდა წყალი. ყველაზე კარგი შარდენია წყალი. ცოტა შეამცირეთ მარილიანი კერძები, ნახშირწყლები ძალიან მდიდარი, აი ცხიმით, აი კრემიანი ტორტი და ესეთი რაღაცები და წყალი უკვე ხდება შარდმდენი და ძალიან კარგად აცნობიერებთ, ხშირად წყურიად გეძინებათ, დაიღალეთ. იმიტომ რომ იმდენი სიხარული და ბევრი ამბებია, რომ შეიძლება ამანაც გადაგღალათ და ეს ცმუცნაობის ხასიათზე დაგაყენოთ. აი, ჩემ თავზე რა შემიტყვია, იცით რომ ვიკავებ თავს გადასარევად, იმიტომ რომ თითქოს თვალი ჭამს და თვალი სვამსო, მეგობართან მივედი თუ აი ღამე გადაცდება 12-ს და მერე იწყებს. ახალი წლის დღეებში? კი ბატონო. მერე მეძახის ყვება. დღეს უკვე 8 იანვარია და ამამდე თითქოს ვერ ვჭამ და აი ღამე იწყება, რომ აი ხო, იმიტომ რომ აი ის მთელი დაძაბულობა მოიხსნა, უკვე საკუთარ თავს ვეკუთვნით და მარტო დავრჩი და მაცივარი სამხმაში მიმღერის, რომ თუ მერე კიდე რაღაცა ფილმი ჩართე და იმ ფილმში ვიღაც ჭამს, ხო, სულ ასია თუ ისე, მაინც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ეკრება 1-2-3 კილო მომატებული მაინც აქ. ეგ სითხის ხარჯი არ შეგეშინდეთ. ხო, აი ეგ მინდა კითხოთ. ეს რა არის? რა ვადაჭირდება რომ ან არ დავდგეთ საერთოდ სასწორზე. რა რეკომენდაციას მოგცემთ ამ ნაწილში? ნერვები არ ვისაც მფრინავის გული აქვს დადგეს, არ არის პრობლემა, მაგრამ სითხე და გლიკოგენია, ეგ ცხიმი არ არის. თუ დაგამშვიდებთ ეგ ინფორმაცია ეგრეა. მაგრამ მე რო გძელდება უკვე 1 თვე და 2 თვე, მე გადადის ცხიმში. ეს სწავლა თუ გამოვიყენებთ აი ამ ხრიკებს, შარდმდენი ეფექტი, ოღონდ ბუნებრივი შარდმდენი რაღაც მწვანილების საშუალება, წვნიანების სხვათა შორის სწორია რაღაცა რო ითხოვს. მე კიდე წყალი, გამოძინებაც სხვათა შორის გამოძინება იმდენად რესტარტია ნივთიერებათაცვლისთვის, რომ უფრო და უფრო ამჩნევს ადამიანი, რომ შეათო ეხლა ვიცი, რომ იქ მაცივარში რაღაცეები კარგი, რაღაცეები მაქვს. აი უფრო მეტად გააკეთეთ აქცენტი იმაზე, რომ კი არ დათვალოთ კალორიები, აი მშია თუ მწყურია, მეძინება თუ მშია, აი თქვენ დაცესაუბრეთ. არანაირად არ მოგატყუებთ სხეული და არც ფსიქიკა. სულ გვეუბნება ძირითადად რა უნდა მას. ხო, მაგრამ ჩვენ ხო არ უსმენთ. ყველას უსმენთ და ყველაფერს გარდა საკუთარი სხეულისა, საკუთარი ფსიქიკისა და ისე აი ვინც ახლა რაღაც არის რადიკალურად რომ აი იფიცებს, შვილებს, გოზინახს ადგაში, არ არის ეგ საჭირო. არავის არ ჭირდება ესეთი. ჯობია ესეთი ნაჭერი გასინჯო და ისიამოვნო ერთხელ წელიწადში. ერთხელ წელიწადში და გრძელდება სულ რაღაცა 9 თვე. ხო, და აქ შუაში ვართ ახლა ამ 9 თვის და შევირგოთ, თუმცა მანამდე იყო და ჯურჯხელებს დავერიეთ, სანამ ახალი წელი მოდიოდა, იმიტომ რომ მოგვიბარაგეთ მე ცოტა გოზინაყის მივაყოლე, ცოტა ბიოლოგიურადაც ზამთარში ცოტა მომატება არ არის პრობლემა, ეგ არის აბსოლუტურად ფიზიოლოგია, რომ აი უფრო ისე გავაკეთოთ, რომ გავარკვიოთ
ფიზიოლოგიურად ხშია თუ ფსიქოლოგიურად, ემოციურად. შეიძლება ვიღაც მენატრება და ეგ მშია და მე საჭმელს დავეწგერე იქ რაღაცა. აი შეიძლება იყოს მონატრება, რომ აი ბავშვობაში ბებიები, მშობლები აი ის მახსენდება და ის ემოციები მშია და რაშვაშია ხაჭაპური. ხაჭაპური ასოცირდება იმ წინაპრებთან, ხო? აი ეგეთი ხშირია. პრინციპში ეხლა უკვე დღეს 8 იანვარია, ზოგიერთი ადამიანი დაუბრუნდა სამსახურს უკვე და გებანელნლა თავის ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების, ზოგი სკოლაც კი დაიწყო, მინდა გითხრათ, ამიტომ ახლა მარხვა დაამთავრა და ეკუთვნის. უი, მართალი ხართ, მარხვა დაამთავრა და პირიქით ეხლა უფრო ექნება ეს რაღაც სურვილები დააგემოვნოს ის რაც მანამდე არ ეჭმეოდა, ხო? არა უშავს ესეც მალე გადაივლის. რა თქმა უნდა. დაახლოებით ახლა როდის შევბედოთ უკვე რომ დავდგეთ სასწორზე იგივე და გადავაკონტროლოთ ახლა რა მოხდა ამ 2 კვირის განმავლობაში. იცით, საერთოდ სასწორს არ უნდა უყუროთ როგორც განაჩენს, აი ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ აქედან ნახევარზე მეტი წყალია, გლიკოგენია, ანუ ეს არ არის ცხიმი და რაც უფრო სწრაფი იქნება რეაქცია და რაც უფრო ჩვენ სწრაფად გავიხსენებთ რა რჩევებია ყველაზე უფრო მუშა, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი და ეხლა სისტემა ორგანიზმი თან ღია და სულ ერთ წონაზე ვერ ვიქნებით. ხო და ტანსაცმელზეც უნდა ვიგრძნოთ, ხო? თუ არა იქ ტანსაცმელზეც ვიგრძნობთ, ოვალზეც ვიგრძნობთ. კი, სახის ოვალს. სარკე. სარკე სამკაულებზეც ვიგრძნობთ. მარტივად ყველაფერზე ვიგრძნობთ. გავიკეთებთ. კეთილი, ესე იგი დაგვრჩა ხა ძველით ახალი წელი. აბა. მე ნათლისღებაც მოვა. და მე აი სიამოვნება მივიღოთ რაღაც ისეთი თვეა რომ ბევრი სასიამოვნო რაღაცა ურთიერთობა მეტი დრო მეგობრებთან მეტი დრო ნათესავებთან და აი საკვები როდესაც შენ ხარ რაღაც პოზიტიურ განწყობაზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი უფრო მეტია ურთიერთობა ისე რომ ძალიან დიდი მადლობა ნატა ექიმო ადრე რაღაცა სხვანაირად უდგებოდა სამედიცინო სამყარო, აი ამ ცოტა გადაჭარბებულ კვებას. ჰუმანურები გავხდით. ხო, აშკარად გძნობ, აშკარად გძნობ და როგორ მომწონს ეს ყველაფერი. ნახოთ როგორ დაგვეტყობა დროსთან ერთად. ფაქტია რომ ფსიქიკა უფრო დაგვიმშვიდება და რაღაცა წონასაც მოუხერხეთ. თავარია რომ ისეთი კარგი რჩევები მივიღეთ. ფეხით შეინობა საყვარელ ადამიანს, მით უმეტეს ყველა შეიძლება ბევრი ისვენებდეს ამ ეტაპზე. იგივე ცხოველები, იგივე რაღაც სიცილ ხარ-ხარი წვავს კალორიებს ბატონო ჩემო. სეკვა თამაში, სიმღერა გვაქვს ამის საშუალება და რატომაც არა. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან საინტერესო წელიწადი მინდა გისურვოთ. ახლა უკვე დავიწყეთ ეს წელი. ბევრი საინტერესო და კარგი სიახლით.